ჩვენ ახლა ისტორიულ საქართველოში ვაგრძელებთ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთში, იმიერტაოში, კერძოდ ერზრუმის მხარეს, იქ, სადაც მისტიური ბანა გველოდება. ტაძარი მრავალჭირნა ხადი, დიდებით აგებული და 1000 ქარტეხილ გამოვლილი, დღეს კი მიტოვებული და მარტოსული, ჩამოშლილი და დასნეულებული, მაგრამ მაინც მგრძნობიარე. ბანას ტაძარი მდებარეობს სოფელ პენეკის ახლოს. იგი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც ქართველ მეფეთა სამყოფს და საძვალეს წარმოადგენდა. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ნაგებობა აშენებულია მე-7 საუკუნეში, იშხნელი ნერსე კათალიკოსის თაოსნობით, ხოლო სხვა ვერსიით ტაძარი აგებულია მე-9 საუკუნეში, დავით პირველი კურაპალატის ძის ადარნასე მეორეს მეფობის დროს, კვირიკე ბანელის მიერ, რომელიც მერე ბანას ეპისკოპოსი გახდა. საბოლოოდ თანხმდებიან იმაზე, რომ ეს თარიღი მეორედ აგების პერიოდს უკავშირდება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ბანაში მოვედით ჩვენი ჯგუფი და მინდა დაგანახოთ ეს უნიკალური ადგილი, ეს მადლით მოსილი ადგილი, ჩემთვის მისტიური ადგილი. აი ეს მოემართებიან ჯგუფის წევრები, რომ ეს სასწაული ერთად ვნახოთ. ჩვენს წინ აღმართულია მე-7 საუკუნის ბოლო პერიოდის უნიკალური ძეგლი ბანა, რომელიც კვირიკე ბანელის მიერ არის აშენებული. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენ უკვე ბანაში ვართ, ჩემთვის მისტიურ ადგილზე. არ ვიცი, პირველად როდესაც აქ მოვედი, რა ემოცია დამეუფლა ამისი, არც თქმა შემიძლია, არც გადმოცემა. მხოლოდ გულში ვგრძნობ, მხოლოდ მთელს სხეულში ვგრძნობ იმას, რასაც აქ განვეცდი. ხომ ძალიან ძვირფასი და მადლიანია ყველა ის ეკლესია, მონასტერი, ციხე, სიმაგრე, ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთის შავშეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ ბანა ჩემთვის სულ სხვა არის, თავისი ისტორიით არა მხოლოდ. აი რაღაცნაირად კიდევ განმეორდები, ეს ჩემთვის ძალიან მისტიური ადგილია. ტაძარი სამსართულიანი იყო. მისი სიმაღლე 32 მეტრს აღწევდა. ტაძარს ტეტრაკონქის ფორმა აქვს და იგი ძელი ჭეშმარიტის სახელობის საკათედრო ტაძარია. ვახლოვდებით ბანას დიდებულ ადგილს. აღმართებია ასავლელი და გული ამომდის ზევით. მეგობრებო, დიდება უფალო შესახავს. ნახეთ, ქვევით მწვანე ოაზისი, სამოთხე დედამიწაზე, აქეთ უდაბნოა. ტაძარი მრგვალ ბორცვზეა აგებული. მისი ფორმაც მრგვალად აღიქმება, თუმცა იგი მრავალწახნაგა გახლავთ. სამსართულიანი რთული კომპოზიციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერიისგან შედგებოდა.
პირველი სართული 28 წახნაგა გახლდათ, რომელიც მოგვიანებით სავარაუდოდ მე-16 საუკუნეში თურქების შემოსევის დროს გადაუკეთებიათ. ბანა საგანმანათლებლო ცენტრიც იყო. ბანასნაირი ტაძარი მთელს აღმოსავლეთში არ მინახავს, აია სოფიას შემდეგ. მთელს აზიაში მსგავსი არაფერი შემხვედრიაო, უთქვამს მე-19 საუკუნეში გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს კარლ კოხს. მაშინ ბანას ტაძარს ჯერ კიდევ პირვანდელი სახე ჰქონდა შენარჩუნებული. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქებმა ბანას ტაძარი საბრძოლო ციხედ გადააკეთეს. საომარი მოქმედებების შემდეგ ტაძარი თითქმის მთლიანად დაინგრა. ბანასთან არაერთი ისტორიული მოვლენაა დაკავშირებული. აქ ჯვარი დაიწერა ერთიანი საქართველოს მეფემ ბაგრატ მეოთხემ, ბიზანტიის იმპერატორის ძმის რომან არგონის ასულ მშვენიერ ელენეზე. ტაძრის ნანგრევების ქვეშ განისვენებს ფანასკერტელის ასული სითი ხათუნი და მისი მეუღლე მეფე ვახტანგ მეოთხე. ბანას სასულიერო მოღვაწეთაგან ცნობილია ზაქარია ბანელი, მე-11 საუკუნეში მოღვაწე. აქ გადაწერილი ხელთნაწერების მცირე ნაწილია შემორჩენილი, მათგან ცნობილია საბაწმიდის ტიპიკონი, რომელიც მეფის ასულ ქეთევანისთვის გადაუწერიათ. დღეს ეს ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია, გათხრილია საძირკველი და დაზიანებულია სამარხი. ეიდა მოიტანე? ეს არის ცხამარ მეფის ყვავილები. ქარი იმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი ძეწნა მალერსით ამავსო იჭვებით ნავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სადარი დადაკი მე ვიცი ამისი დრო, მაგრამ თბილისში ვერ ჩამოვდივარ, ლუთუბიძეზე არის მაგი ბევრი. იქ მომიკრეფია ხოლმე. ბარდიაში არის. ჩემს ჯგუფთან ერთად გუშინ 4-თა ეკლესია მოვინახულეთ. მათი ემოცია ენით გამოუთქმელი იყო. თუმცა დუმარე და თითქმის მიწასთან გასწორებულმა ბანას მდგომარეობამ ისინი სინანულის განცდაში ჩააგდო. ასეც ვიფასებო მემშვიდობებით დიდებულ ბანას. მომავალ შეხვედრამდე მისტიურო ბანა. Cezana malesi
Sua